ხვალ 7 ნოემბერს 3 საათზე პირველ აღთან შევიკრიბებით, საიდანაც მანიფესტაცია დაიძრება პარლამენტის შენობისკენ. ჩვენ ველოდებით იქ ძალიან ბევრ ადამიანს, ეს იქნება ფართომასშტაბიანი მანიფესტაცია. ალიანსი საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობას არ მიიღებს 7 ნოემბრის აქციებში და თავის პოლიტიკურ აქტივს არ მოუწოდებს, რომ პარტიულ აქტივს რომ გამოვიდნენ და მანიფესტაციაში მონაწილეობენ. ჩვენი პარტია უერთდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოწოდებას. მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი ინიციატივა იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან ამ ინიციატივის ხელში აღება, რომ ხვალინდელ დღეს დაფიქსირდეს პროტესტი არსებული ხელისუფლების ქმედებების მიმართ და ჩვენ ვუერთდებით ამ ღონისძიებებს. ჩვენ საზოგადოების წარმომადგენლები, ჩვენ 7 ნოემბრის მონაწილეები თუ არა მონაწილეები, რამდენად შევეგუებით 7 ნოემბერს და საერთოდ ამ ხელისუფლების ჯალათობას, იმდენად შევძლებთ ქართული ქვეყნის აშენებას. 3 საათზე შუადღეს საზოგადოებრივ მოუწყებელთან შევიკრიბოთ, რათა სამოქალაქო მარშით მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, სადაც მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან სერიოზული და სოლიდური სამოქალაქო აქციაა დაგეგმილი. გამოვხატავ ძალადობის წინააღმდეგ ჩემ პროტესტს. არა მარტო ხვალ, არამედ გუშინაც, დღესაც, ხვალაც, ზეგაც და ასე შემდეგ, ვიდრე არ დასრულდება ძალადობა საქართველოში ხელისუფლების მხრიდან.